ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ თამარ მეფის კუთვნილის სახარების ყდას რესტავრაცია ჩაუტარდა. ეგრეთ წოდებული ვანის ოთხთავის პირვანდელი სახის დაბრუნებაზე სამმა რესტავრატორმა 3 თვის განმავლობაში იმუშავა. უკვე ახალი ყდით გაფორმებული ხელნაწერის ნახვის საშუალება ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას მიეცა. საცევის თანამშრომელთა განმარტებით ამ უნიკალურ მასალას რესტავრაცია პირველად 70-იან წლებში ჩაუტარდა. სწორედ ამ დროს არასწორი ტექნიკით შესრულებულმა სამუშაოებმა ხელნაწერის დაზიანება გამოიწვია. ვანის ოთხთავის ხელახალი რესტავრაცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენ შევხედავთ ხელნაწერის ბლოკს, ხელნაწერის ბლოკი არ დაკლა. გარდა ამისა, ხელნაწერის თავში და ბოლო ფურცლებზე დატანებული იყო ორად მოკეცილი ფორზაციის ქაღალდი კოლონკორთან ერთად წევრის დამატებით და ძალიან უხეში იყო. ესეც იწვევდა გარკვეულ დეფორმაციას ფურცლებისას. ჩვენ მოვაცილეთ ყველა ეს ნაკლოვანი მხარეები. ჩვენი ხვალინდელი დღე უნდა იყოს სხვა, ისეთი როგორც ჩვენმა ერმა დაისახურა თავისი მოღვაწეობით. ერთ-ერთი ნიმუში ამ ერისპირისებრისა არის უბრალოდ ეს დღევანდელი ღონისძიება, როდესაც კერძო პირმა შეძლო და ფინანსება ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოებისა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის მეცნიერებისთვის ერთ-ერთი პირველი ასეთი ფაქტი და ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, რომ ჩვენ ნელ-ნელა უახლოვდებით იმ წამყვან ქვეყნებს.